ოდესმე გიფიქრია, რატომ ფეთქდები ზოგჯერ და გიჭირს თავის გაკონტროლება. თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, შენც გაწონასწორებული ადამიანი ხარ, მაგრამ რაღაც წვრილმანზე შეიძლება აფეთქდე. შემდეგ თავს საშინლად გრძნობს სირცხვილი, დანაშაულის გრძნობა, გაუგებრობა და ფიქრობ, ნეტავ რატომ მოვიქეცი ასე. ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრი ჩვენგანისთვის არის ნაცნობი, ხო? გამარჯობა, მე ვარ მაგდა ბერისტი, ფსიქოანალიტიკოსი და ამ არხზე ვეცდები მარტივი და გასაგებიანით ვისაუბროთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ვსაუბრობ აგრესიაზე. რა არის სინამდვილეში ბრაზი, საიდან მოდის, რატომ გვიჭირს თავის შეკავება ხანდახან და რაც თავარია, როგორ ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ანა ფროიდი ამბობდა, რომ აგრესია ხშირად ვლინდება როგორც დაცვითი მექანიზმი, როცა ადამიანი გრძნობს საფრთხეს საკუთარი საზღვრების ღრვევის. ჩვეულებრივ ვფიქრობთ, რომ აგრესია რაღაც ცუდია, დამანგრეველი, მაგრამ ფსიქოანალიზში აგრესია სულ სხვანაირად განიხილება, როგორც ფსიქიკის რეაქცია ფრუსტრაციაზე, გაღიზიანებაზე. ფრუსტრაცია, როდესაც რაღაცა ძალიან გინდა, მოლოდინი გაქვს, მაგალითად სიამოვნებას ელოდები, ხო? მაგრამ ის არ მოდის. შემდეგ ჩვენში გროვდება დაძაბულობა და ეს უბიძგებს ფსიქიკას მოქმედებისკენ. ზუსტად ამ გრძნობას ვეძახით აგრესიას. უკეთ რომ გავიქოთ, დავიწყოთ ყველაზე მარტივი ერთუჯრედიანი ორგანიზმიდან, რა თქმა უნდა ამებიდან, ხო? მას არც ფსიქიკა აქვს, არც მორალი, მაგრამ როდესაც უცხო ნაწილაკი ეხება, ის მაშინვე რეაგირებს, იკუმშება, იგერიებს ან ცდილობს შთანთქოს ის, რაც ხელს უშლის. ანუ ნებისმიერი ზემოქმედება, შეჭრა იწევს აგრესიულ რეაქციას. და ეს თანდაყოლილი მექანიზმია კი. და რისთვის არის? საკუთარი საზღვრების დასაცავად, გადარჩენისთვის. შეგვიძლია ცხოვრებსაც დავაკვირდეთ და კარგად დავინახოთ მათ რეაქციას გაღიზიანებაზე. აბა სადეთ და ძაღლს ხელი ჩაუყავით ჭამის დროს ჯამში, ან კატას მოეფერეთ მაშინ, როცა სხვა საქმითაა გატაცებული, ხო? ან როცა უბრალოდ არ აქვს ამის სურვილი. მათ აქვთ აგრესია, მაგრამ არა განადგურებისთვის, არამედ საზღვრების დასაცავად. ჩვენც როგორც სხვა ცოცხალ არსებას გვაქვს დამცავი მექანიზმი, მაგრამ ჩვენი საზღვრები არა მხოლოდ სხეული და ტერიტორია, არამედ პირადი დრო, პატივისცემა, უფლება ვთქვათ არა და ასე შემდეგ. და როცა ვინმე მათ არღვევს, ფსიქიკა აგრესიით რეაგირებს. მგონია, რომ ეს ყველასთვის ბუნებრივი და გასაგები მომენტია. მაგრამ სხვა ცოცხალი ორგანიზმებისგან განსხვავებით, ადამიანს მორალური პასუხისმგებლობებიც აქვს, ხო? ჩვენც გვაქვს აგრესია და ეს აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა ჩვენ გვაქვს დანაშაულის გრძნობაც, პასუხისმგებლობები მორალური, პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ. და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საკუთარმა აგრესიამ ჯერ ჩვენ არ დაგვაზიანოს და რა თქმა უნდა, არც სხვა ადამიანი დააზიანოს. ჟან-პოლ სარტრი ამბობდა, რომ აგრესია თავისუფლების გამოვლენაა, როგორც აქტი, რომელიც მიმართულია სამყაროს შეცვლისკენ, როცა რეალობა არ ემთხვევა სურვილებს. რომ გავიგოთ, საიდან მოდის ბრაზი და აგრესია, მოდით სიცოცხლის პირველი თვეებით დავიწყოთ. წარმოიდგინეთ ახალშობილი, ხო? ის მშიერია, მას აწუხებს რაღაცები, არ აქვს სიტყვები, არც შეგნებული ფიქრები, მას აქვს მხოლოდ ერთი საშუალება. ერთი იარაღი, ყვირილი, ტირილი, ხო? და ეს ტირილი არის მომავალი მეს პირველი მოქმედება. და რა არის ეს ტირილი? ერთი მხრივ ეს უკმაყოფილების გამოხატვა, ცუდად ვარ, მშია მტკივა. მეორე მხრივ ეს მაშინვე მიზნის მიღწევის საშუალებაც არის. დედა მოდის, კვებავს, ამშვიდებს, ხო, ეხუტება. მელანი კლაინი ამბობდა, რომ ბავშვის აგრესია დაკავშირებულია ფრუსტრაციასა და ადრეულ ობიექტთან ურთიერთობებთან. შვილის ყვირილი ერთდროულად კივილის გამოხატვაც არის და კმაყოფილების მიღების საშუალებაც. სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვის ფსიქიკა ასე მუშაობს. თუ ვტირი, ნიშნავს სამყარო რეაგირებს. შემიძლია ასე მივიღოთ დაკმაყოფილება და სიამოვნება. ახალშობილს უჩნდება ყოვლისშემძლეობის განცდა და ეს განცდა ამყარებს მომავალ მესს. ეს არის ერთგვარი საფუძველი, ხო? მაგრამ რა ხდება თუ საჭიროება მაშინვე არ კმაყოფილდება? მაგალითად, დედამ ვერ გაიგონა ან დააგვიანდა, ან საკმარისად სწრაფად ვერ მიაწოდა საჭმელი. დაძაბულობა იზრდება, სიამოვნება არ მოდის, აგვიანდება, ყოვნდება და აქ ჩნდება ის, რასაც ვუწოდებთ ძლიერ აგრესიას.
აგრესია ეს ფსიქიკის პირველი საშუალებაა იგრძნოს. ცუდად ვარ, მინდა ეს შევცვალო. ეს ენერგია, რომელიც მობილიზებას უწევს ყველაფერს ბავშვის შიგნით, რათა საჭიროება დაკმაყოფილდეს, მიზანს მიაღწიოს. სხვა სიტყვებითაც ვთქვათ, სანამ გარე სამყარო სწრაფად იძლევა დაკმაყოფილებას, აგრესია არ არის. რადგან არ არის ამის საჭიროება, მაგრამ როდესაც ჩნდება დაბრკოლება, დაყოვნება, ფსიქიკა იყენებს ამ მექანიზმს. და აქ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ბავშვის აგრესია არ არის განადგურების შესახებ, ხო? არამედ პირიქით, სიცოცხლეზეა. ის ამბობს, აქ ვარ, მაქვს საჭიროებები, მინდა რომ დაკმაყოფილდეს. და კი ეს არის გადარჩენისთვის. მოკლედ, ტირილით ახალშობილი პირველად განიცდის, რომ მას შეუძლია სამყაროზე ზეგავლენა მოახდინოს. დედა მოდის, კვებავს, ამშვიდებს და მასში მყარდება გრძნობა. თუ რაღაცას გავაკეთებ, სამყარო მისმენს. და როგორც აღვნიშნე, ეს არის მომავალი მეს საფუძველი. მაგრამ ამ გამოცდილებას მეორე მხარეც აქვს. თუ დედა მაშინვე არ მოვა, ან დააყოვნებს, ან თუ ბავშვი წააწყდება შეფერხებებს დაკმაყოფილების, წარმოიშვება დაძაბულობა. ვეძახი, მაგრამ სამყარო არ მისმენს. მინდა, მაგრამ ვერ ვიღებ. და აქ ჩნდება აგრესიაც, ხო? რატომ? იმიტომ რომ ჩვილისთვის ეს არ არის მხოლოდ დისკომფორტის საკითხი, არამედ გადარჩენის. მას ჯერ არ აქვს იმის გაგება და შექმნება, რომ დედა დაკავებული არსალია, ან საკვები მალე იქნება. მისთვის კმაყოფილების გადადება აღიქმება როგორც საფრთხე არსებობისთვის. ამიტომ ბრაზი და აგრესია ამ მომენტში ხდება მეს დაცვა. ეს არის ის ენერგია, რომელიც ამბობს, რაღაც უნდა მოვიმოქმედო, რომ გადავრჩე. თუ ეს არ ეხმარება, მაშინ აგრესია იქცევა მრისხანებად. ისეთ რამეთ, რაც მაშინ ხდება, როდესაც უძლურება იწვევს განცდას. თუ ვერ მივიღებ, რაც მჭირდება, გავქრები, გავნადგურდები. მნიშვნელოვანია გავიგოთ, აგრესია არ არის არც კაპრიზი, არც ცუდი რაღაცა, ეს ფუნდამენტური მექანიზმია, რომლის წყალობითაც ბავშვი გრძნობს თავს ცოცხლად და იწყებს საკუთარი მეს შენებას თანდათანობით, შეიძლება ასე ითქვას. კმაყოფილება უტოლდება განცდას, ვარსებობ, სამყარო მისმენს. ფრუსტრაცია არ ესმით, უძლური ვარ. აგრესია კი მცდელობაა კონტროლის დაბრუნების, რომ დავადასტურო, მე ისევ ვარსებობ. ამიტომ აგრესია განუყრელად არის დაკავშირებული პიროვნების ჩამოყალიბებასთან. ის არ არის მტერი, არამედ იმის ნაწილია, რაც ადამიანს ადამიანად ხდის, მეც მეტ ხდის. ახლა მოდით ახალშობილიდან ზრდასრულ ადამიანებზე გადავიდეთ. დასრულები რასაკვირველია აღარ ყვირიან და ტირიან, ან აღარ უნდა ტიროდნენ და ყვიროდნენ, ხო? როგორც ჩვილები. ჩვენ ვსწავლობთ თავის შეკავებას, თავაზიანობას, მოსახერხებლად ყოფნას. ბავშვობიდან გვასწავლიან, რომ გაბრაზება ცუდია, ბრაზი სირცხვილია, იყუჩე ბავშვო. და ჩვენ ვეგუებით, ვითმენთ, ყლაპავთ გაღიზიანებას, ვდუმვართ იქ, სადაც გვინდა ვთქვათ არა, და თითქოს ვართმევთ თავს ამ ყველაფერს, ხო? მაგრამ სინამდვილეში ბრაზი არსად არ ქრება. ჩვენ უბრალოდ მას ვახშობთ და ის ჩვენშივე გროვდება. წარმოიდგინეთ ჩაიდანი. თუ მას ორთქლის გამოსაშვები ხვრელი აქვს, ყველაფერი რიქსია, ხო? ის უბრალოდ სტვენას იწყებს, როცა დუხდება. თავიდან დაბალ, შემდეგ უფრო მაღალ ტონალობაში თუ არ გამორთეთ დროზე. მაგრამ თუ ამ ხვრელს ამოვქოლავთ, რა მოხდება? ჩაიდანი ნელ-ნელა ადუხდება და ბოლოს აფეთქდება. იგივე ხდება ჩვენთანაც. როდესაც აგრესია იკრებს ენერგიას, ის გამოსავალს ეძებს. გროვდება და რაღაც მომენტში რაღაც წვრილმანი შემთხვევითი ბრაზი ან ვინმეს მოძრაობა ან სიტყვა ხდება უკანასკნელი წვეთი და აი აფეთქებაც. ანუ რაც მეც ვიკავებ თავს და ვითმენთ, მით უფრო დიდია შანსი, რომ სადღაც ავფეთქდეთ. და სად ავფეთქდებით, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს. და ადამიანი თავად ოცდება საკუთარი რეაქციით, რატომ ავღელდი ასეთი სისულელის გამო. ჩვეულებრივ მხოლოდ 7 ვარ, გაწონასწორებულიც ვარ, კარგად აღზრდილიც, მაგრამ სინამდვილეში აფეთქდა არაწვრილმანის გამო, არამედ ყველა იმ დაგროვილი ბრაზის გამო, როდესაც აგრესია არანაირად ან არ გამოხატა. და ეს არ არის წვრილმანი. ახალშობილი ყვირის, როცა გარე სამყაროს მისი არ ესმის, დასრული ბრაზდება და ფეთქდება, რადგან მის საზღვრებს კვლავ არ სცემენ პატივს და ეს ხდება განმეორებით.
და აქ პრობლემა არ არის ბრასში, როგორც ასეთში, პრობლემა არის მოთმენაში. აგრესია თავისთავად ნორმალური სიგნალია, ის ამბობს, შეჩერდი, ჩემი საზღვრები ირღვევა, არ გეთანხმები. და თუ სიგნალს ყურადღებას არ მივაქცევთ და პატივს არ ვცემთ საკუთარ განცდებს და გრძნობებს, არ მოვახდენთ დროულ ფორმულირებას სიტყვებით ან ქმედებებში, ის დაგროვდება და აფეთქებად იქცევა. ანუ რა გამოდის? ჩვენ ვითმენდით, იმიტომ რომ გქონდა განცდა, რომ ეს უფრო კარგ ადამიანად გვქნიდა და მე რაღაც სისულელეზე ავფეთქდით მთელი ძალით და რა გამოვიდა? ყველაფერი წყალში ჩაიყარა, შემდეგ დანაშაულის გრძნობა გვაქვს და რა მოგვცა ამ მოთმენამ? მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? თუ აგრესიის სიგნალია იმის, რომ ჩვენი საზღვრები დაირღვა, მაშინ მთავარი კითხვაა, როგორ მოვეპყროთ მას? პირველი რაც მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ბრაზი არ არის ჩვენი მტერი და არ არის ცუდი ემოცია. როგორც გვასწავლდნენ ოჯახში, სკოლაში, რათა უფრო მოსახერხებლები ყოფილიყავით, ხო? მას არ სჭირდება განადგურება, ჩახშობა, არც ერთ ცხვრის ცნობა უნდა გამოიწვიოს. სჭირდება, რომ შევამჩნიოთ და გადავიყვანოთ სიტყვებსა და მოქმედებებში და არა აფეთქებაში. მოდით მარტივი და გასაგები რომ იყოს, წამოვიდგინოთ 3-4 წლის ბავშვი, რომელიც გაბრაზებულია, რადგან პატარა და-ძმა მის სათამაშოები მიმოფანტა. და როგორ იქცევა მშობელი ასეთ დროს? არსებობს ვარიანტი, როცა ეუბნება: "ნუ ბრაზდები, ეს ხომ შენ ძამიკოა, უნდა დაუთმო, შენ ხო დიდი ბიჭი ხარდე?" მაშინ ბავშვი რას გრძნობს, ან რას სწავლობს, რომ ბრაზი მიუღებელია, ცუდი ხდება მშობლისთვის, ამიტომ საკუთარ შეგრძნებებზე უარი უნდა თქვას და მოითმინოს. მაგრამ თუ მშობელი იღებს ამ ბრაზს და ეუბნება, როგორც ჩანს, გაბრაზდი, ხო? ალბათ იმიტომ, რომ შენი სათამაშოებს შეეხნენ, არასასიამოვნოა. მოდი ვუთხრათ შენ ძამიკოს, რომ გეწყინა და ესე აღარ მოიქცეს. ასე რას აკეთებს მშობელი? აჩვენებს, რომ მისი ემოციები ფასეულია, აქვს უფლება მათი განცდის, რომ ეს ნორმალურია, რომ გაბრაზდა. ეს ზრდის ბავშვის ნდობა საკუთარი თავისადმი და ემოციებისადმი და ეხმარება აგრესიის კონვერტირებაში სიტყვებში. და ეს არის უნარი, რომელიც მშობლებმა უნდა გვასწავლონ. და თუ მშობელი ბავშვთან ამ გზით კომუნიცირებს, დასრულ ასაკში ადამიანს შეუძლია აგრესიის გამოყენება თავდაცვის იარაღად. როდესაც ღიზიანდება, ამას ამჩნევს და არ ითმენს. არამედ იცის, როგორ უნდა ახსნას ეს გრძნობა და უთხრას სხვას ამის შესახებ, ისე რომ დაიცვა საკუთარი თავიც და სხვა ადამიანებიც მომავალი აფეთქებისგან. თუ ეს არ გვასწავლეს ბავშვობაში, მაშინ რა დაგვეხმარება? როგორ უნდა მოვიქცეთ დასრულ ასაკში? პირველი, რომ შევნიშნოთ, შევიგრძნოთ, როდის იწყება გაღიზიანება. არა როცა უკვე გავბრაზდით, არამედ ადრე, პირველი ნიშნებით. ჩვენი სხეული ყოველთვის გვაძლევს სიგნალს, იკუმშება, მუშტები, ყელი, ყბა, გულისრაფად გვიცემს. ეს არის სიგნალი. ბრაზის ზონაში შევდივართ. მეორე, ემოციის სიტყვებით დასახელება. როგორც კი ვამბობთ, მე ვბრაზდები, დაძაბულობა მცირდება. აი ეს გავს ჩაიდნის სარქველს, როცა ორთქლი გამოდის და აფეთქება აღარ ხდება. და მესამეა, საკუთარი საზღვრების შესახებ საუბარი. არა ბრალდება და ყვირილი სხვასთან, არამედ წყნარად ჩამოყალიბება. მე ეს არ მომწონს. მე დრო მჭირდება. მე პაუზა მინდა, უნდა მოვიფიქრო. და რაც თავარია, სიტუაციის ანალიზი. ზოგჯერ სასარგებლოა საკუთარ თავს ვკითხოთ. სად მომხვდა? რატო რეაგირებ ასე? რამ გამაბრაზა, რა მეწყინა? ასეთი პატარა ანალიზი გვეხმარება უკეთ გავიგოთ საკუთარი თავი და ჩვენი საზღვრები. იცით, როდესაც ბავშვობაში რაღაც ძალიან გვაბრაზებთ და გვაღიზიანებთ და უკვე დასრულობაში ვიღაცა მსგავს რაღაცას გვეუბნება, ეს გვახსენებს ძველს, ჩვენ არაცნობიერს ახსენებს. ბავშვური, საწყენი, ტრავმატულიც შეიძლება და შემდეგ შეიძლება ერთიანად ამ ადამიანზე ისეთი ცუდი რეაქცია გქონდეს, რომ მე ძალიან შეგვრცხვეს. იმიტომ რომ დაგვიბრუნდა ეს ემოცია, რომელზეც ადრე ვერ ვისაუბრეთ. რადგან არ გვესაუბრებოდნენ, იმიტომ რომ ეს იყო აკრძალული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, პატივი ვცეთ საკუთარ ბრაზს, ის არანადგურებს თუ მას უსმენთ, ის გვაფრთხილებს. შენ საზღვრებს არ ღვევენ, დროა დაიცვა საკუთარი თავი. ძალიან ხშირად ფსიქოანალიზის დროს უეცრად ანალიზანტს უჩნდება
ბრაზი, ხანდახან მშობლებისადმი, ხანდახან მეგობრებისადმი, პარტნიორისადმი და ძალიან უკურთხოვნე და ამბობენ: "უი, ბრაზდები, ადრე ესე არ ვიყავი, ახლა რაღაც მჭირს." სინამდვილეში ეს ძალიან მაგარი რაღაც არის, იმიტომ რომ ახლა ბრაზდება, რადგან ფსიქოანალიზში ჩვენ მიმოვიხილავთ ბევრ რამეს, ვაანალიზებთ გამოცდილებას და ეს დაგვიანებული ბრაზია. როცა ვერ გაბრაზდა თინეიჯერობის დროს, როცა არასამართლიანად ექცეოდნენ ბავშვობაში და შეგვიძლია ახლა ამ დაცულ სივრცეში გაბრაზდეს ფსიქოანალიზის დროს და ეს ფილტრავს იმ ემოციებს, დაგროვილს. გაბრაზდები აქ, სამაგიეროდ აღარ იქნება იმდენი დაგროვილი ნეგატიური ენერგია და ემოცია და ეს გვიცავს იმისგან, რომ შემდეგ სადღაც რაღაც უბრალო მომენტზე ავფეთქდეთ. მოდით შევაჯამოთ. აგრესია არც ბოროტთვისება, არც იმის ნიშანი, რომ ადამიანთან რაღაც ცუდად არის, ან ვერ არის კარგად თვითონ, ხო? ეს ბუნებრივი ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური მექანიზმია. ბრაზი დაბადებიდან ჩდება და მაშინ ყვირილი ხდება საკუთარი თავის შესახებ პირველი განაცხადი, ერთადერთი გზა. შემდეგ ის იცვლება, რთულდება, მაგრამ არც იგივე რჩება. აგრესია და ბრაზი ყოველთვის გვიჩვენებს, რომ ჩვენი საზღვრები დაირღვა ან ირღვევა და რომ საკუთარი თავის დაცვა გვჭირდება. პრობლემა არა ბრაზშია, არამედ იმაში, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვითფენთ და ეს ყველაფერი გროვდება, შემდეგ კი რა თქმა უნდა ვფეთქდებით. როლო მეი ამბობდა, რომ აგრესია თვითდამკვიდრებისთვის საჭირო ენერგიაა. თუ მას ბავშვობაში ჩავახშობთ, ის დამანგრეველ ფორმაში გადაინაცვლებს დესტრუქციულში და მგონი ეგზისტენციურ ფსიქოლოგებს დაეჯერებათ, ხო? და თუ ვსწავლობთ ამ სიგნალის დროულად შემჩნევას, თუ აღარ აღვიქვამთ ამას ცუდად დამანგრევლად საშიშად, ეს აღარ გვაშინებს და ვსწავლობთ სიტყვებით დავასახელოთ, ვისაუბროთ ჩვენი საჭიროებების შესახებ. ბრაზი მოკავშირე ხდება, ის გვეხმარება შევინარჩუნოთ საკუთარი თავი, ჩვენი საზღვრები და რაც მთავარია, ურთიერთობები. ამიტომ გვახსოვდეს, რომ ბრაზი ემსახურება სიცოცხლეს და არა ნგრევას. ის გვეუბნება, შენ მნიშვნელოვანი ხარ, შენი საზღვრები მნიშვნელოვანია, შენს განცდებს აქვთ მნიშვნელობა. და ბოლოს, მინდა რომ დავაზუსტო, როცა ვამბობ, რომ ბრაზი ნორმალური და საჭირო სიგნალია, ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ძალადობა მართლდება. ბრაზი თავისთავად ეს არის გრძნობა, ეს არის ბუნებრივი ნაწილი ჩვენი, როგორც შიში, სიხარული და სხვა. მაგრამ როგორ გამოვხატავთ მას, ეს არის უკვე ჩვენი არჩევანი. ძალადობა, დამცირება, პასიური აგრესია, ეს დესტრუქციული ფორმებია, რაც აზიანებს ადამიანს და სხვა ადამიანებს. ჯანსაღი დამოკიდებულება ბრაზთან სულ სხვა რამეა. ეს მაშინ ხდება, როდესაც ვამჩნევთ სიგნალს, ხვდებით, რას გვეუბნება და ვახდენთ სიტყვებით ფორმულირებას არაძალადობრივი ფორმით. ეს ჩემთვის მიუღებელია, მე არ ვეთანხმებით, რომ მჭირდება, არ მინდა. ასე დროს ბრაზის ენერგიას ვიყენებ ჩვენი საზღვრების დასაცავად და არა სხვისის საზღვრების დარღვევისთვის. ამ განსხვავებას მაგალითად კარლ იუნგი უსვამდა ხაზს. ყველა ემოციას აქვს ჩრილი და სინათლე, ბრაზი ჭრილში შეიძლება ძალადობად იქცეს, მაგრამ სინათლეში სიცოცხლის დამცავ ძალად. ამიტომ მთავარი დასკვნა მარტივია. ბრაზი ეს არ არის განადგურება, ეს არის საკუთარი თავის შენრჩუნება. ძალადობად კი ბრაზის ენერგიის დამახინჯება შეგვიძლია აღვიქვათ და არა მისი არსი. დღეისათვის სულ ეს იყო. კომენტარებში გამიზიარეთ თქვენ როგორ აღიქვამთ აგრესიას და ბრაზს, როგორც რაღაც ცუდს, რომელიც არ უნდა გამოხატოთ და მოითმინოთ, რომ კარგი იყოთ და შეიძლება სხვას ეწყინოს და გააბრაზოთ და მერე დაკარგავთ რეპუტაციას, თუ როგორც მოკავშირეს, რომელიც გეხმარება თქვენი საზღვრები დაიცვათ და იყოთ უფრო თავდაჯერებული. არ დაგავიწყეთ ამ ვიდეოს მოწონება და გვერდის გამოწერა, რათა არ გამოგრჩეთ სხვა ეპიზოდები. ასევე კომენტარებში კიდევ შეგიძლიათ დამიწეროთ კიდევ რაიმე საკითხთან დაკავშირებით ხომ არ გსურთ რომ ვისაუბროთ შემდეგ ეპიზოდში. ბრაზთან ან სხვა ემოციასთან დაკავშირებით გამიზიარეთ თქვენი სირთულეები, მე შევეცდები შესძლების დაგვარად ამომწყვრევად ვისაუბრო ამ თემებზე. ნახვამდის.